მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა პატარა ვიდეო ჩაგეწეროთ პროგრესიები და დირექციები, რას ნიშნავს ასტროლოგიაში. ადრეც კი გესაუბრეთ პროგნოზირების საშუალებაზე, მაგრამ დირექციები არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რა კუთხით. ახლა მე გაგაცნობთ თქვენ, მე რა მეთოდს ვიყენებ, შეგიძლიათ საიტებზეც, ვისაც ელემენტარული ბაზა გესმით ასტროლოგიის, მაგალითად ელემენტარული პლანეტები, სახლები რას ნიშნავს, ისეთ ზოგადად. შეგიძლიათ უკვე ნახოთ დირექციების რუკა შეიყვანოთ და მანდ არის რა ახლა ყურადსაღები ყველაზე მეტად. რას მიაქცევთ ყურადღება. რა არის დირექციები? ეს არის პროგნოზირების საშუალება, როდესაც სიმბოლურ დირექციებს ვეძახით, იმიტომ რომ აი დაბადების რუკა რო ავიღოთ, მაგალითად დავიბადე სიტყვაზე 15 სექტემბერს, ხო? ამა და ამ წლის. ერთი წელი არის 1 გრადუსი. ოღონდ ყველა პლანეტა თითო გრადუსით ყოველ წელს მოძრაობს. ოღონდ ჩვენი ნათალური რუკა ცასთან ის არ არის კავშირში. ცასთან არის ტრანზიტოლოგიის კავშირი, აი ტრანზიტები რომ ნახოთ ახლა რუკაში რა ხდება, ხო? და ცაზე რაც არის ის რომ დავადოთ ჩვენს რუკას. მაგრამ სიმბოლური დირექციები ზუსტად ის არის რომ ტრანზიტები იმ მომენტში არ არის კავშირში. ყველა ადამიანის დაბადების რუკაში ყოველი გრადუსით იცვლება მისი პლანეტის მდებარეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვათ, მაგალითად, თუ დავიბადე მაგალითისთვის ლომის საწყის გრადუსზე, პირველ გრადუსზე, ხო, ლომში რო შევიდა ზოდიაქო, მზე რო შევიდა ლომის ზოდიაქოში. ეს იმას ნიშნავს, ეს დირექციული მზით, რომ დაახლოებით 29-30 წელიწადში გაჩნია ხა 1 გრადუსი არის თუ 0 გრადუსზე. 30 წელიწადში ამ ადამიანის ფსიქოტიპი მზე შეიცვლის საერთოდ ენერგეტიკას. ან მთლიანად ენერგია, ცნობიერების, გამოხატვის ენერგია იცვლება. ხოთ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მზით ლომი აღარ არსებობს. ბაზა არის, რა თქმა უნდა, ეს ყოველდღიურობაში შეიძლება ავლენს ჩვეულებრივად ზოდიაქოთი ლომს, მაგრამ პროგრესიული მზე, როგორც კი გადადის, უკვე ქალწულის ზოდიაქოში, მისი მზე ხდება უფრო დეტალებზე ორიენტირებული, უფრო პრაქტიკული, მაგრამ შეიძლება დაიბადოს ბავშვი მაგალითად, როცა გარდამავალი პერიოდი იყო, უნდა აი ლომის ბოლო გრადუსებია და მალე ქალწულში გადადის ზოდიაქო. ეს ნიშნავს, რომ მალევე მისი მზე გახდება ძალიან პრაგმატული, პრაქტიკული, ქალწულურად, ხო, ორიენტირებული დეტალებზე მაგალითად ადამიანი იყოს ძალიან მოწესრიგებული, ანუ თითქოს ქალწულის თვისებებს ავლენს ბავშვი. და 15 წელიწადში, ხო, თქვა 15 გრადუსი არის იქ მზე, 15 წელიწადში უკვე 30 გრადუსი იქნება, ან გადაცდება და შესაბამისად 15 წელიწადში ენერგეტიკა იცვლება. ანუ აი ესე თითო გრადუსი, თითო წელი, ესე ვარაუდობთ ხოლმე. ახლა წარმოიდგინეთ, ახლა მარტო მზე ხო არა გვყავს პირად რუკაში. გვაქვს უამრავი პლანეტები, სახლები, ასპექტები მათ შორის და ეს მოძრაობს. და დირექციების შემთხვევაში პროგნოზირების საშუალებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის დირექციებში ვნახოთ ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი მოვლენები. აი ამა და ამ წელს მაგალითად აი ამის შანსი მაქვს. მან უყურებთ ხოლმე ხა მეცერკვევით ასტროლოგიაში მართლს, თქვათ მე თუ ჩემ მარს უერთდება დირექციებში რაღაც პლანეტა, ხო? ეს შეიძლება იყოს ის, რომ უნდა ვნახო მარსი რომელი სახლის მმართველია, ხა ჩემთან მე-9 სახლის მმართველია. ესე იგი შეიძლება უცხოეთთან, ან განათლებასთან, ან სწავლასთან დაკავშირებით, ან მოგზაურობასთან დაკავშირებით რაღაცეები მოხდეს. და იქ უკვე მე უყურებ პლანეტას, ხო, რა შეიძლება? შეიძლება ემიგრაციაში წავიდე, შეიძლება რაღაც დოქტორის ხარისხი ავიღო, შეიძლება ის ავიღო უნივერსიტეტის დიპლომი სიტყვაზე, ხო? ანუ აქ ვარიაციებში არ ვიცით ვისთან როგორ იქნება, მაგრამ აი ეს თემები რო იქნება გააქტიურებული, ეს ვიცით. ეს უკვე შეერთებაზე, როცა ვლაპარაკობთ ხოლმე მაგალითად. დირექციებში არის ასევე საინტერესო სხვა პლანეტები, როგორ იცვლიან მდებარეობას და ესეც ენერგიის სრულად გარდაქმნა არის და შეცვლა არის. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ასციდენტს. ასციდენტი, დესცენდენტი ასტროლოგიაში ჩვენთან აჩვენებს. ასციდენტი ეს არის მე ენერგია, როგორ გამოვიყურები, როგორი ვიზუალი მაქვს და დესცენდენტი ნიშნავს, როგორ პარტნიორებს ვიზიდავ. აი ხო არის, რომ თქვენ რუკაში გაქვთ ასციდენტი, დესცენდენტი რომელიღაც ნიშანში, ხო, აი ასციდენტის ასტროში გყავთ, დესცენდენტი ვერტში მაგალითად. მაგრამ რო გავაწლები და გაჩნია რომელ გრადუსზე გყავთ ეს ასციდენტი, დესცენდენტი მაგალითად, ხო?
აი ამ გრადუსების დათვლის შემდგომ და ჩვენ შეგვიძლია სპეციალურ პროგრამაში უბრალოდ საიტებზე ვნახულობთ ხოლმე დირექციები, როგორ გამოვიყვანოთ, შეგვყავს მონაცემები, თვითონ გვიჩვენებს. აი როცა ასციდენტი, დესციდენტი იცვლება. აი აქ არის ძალიან საინტერესო რამ. ჯერ ერთიც ადამიანის გარეგნობა იცვლება, გააჩნია იმის მიხედვით, სადაც დგას ეს, ხო? აი ხა თუ ასციდენტი სასწორი იყო და ძალიან დიპლომატიური, ჰარმონიული, ეს მოყვება ისედაც, მაგრამ როგორც კი მორელში გადავა, ან საერთოდ ჩულდოსანში გადავა ასციდენტი და დესციდენტი, საერთოდ ენერგეტიკა იცვლება, გარეგნობა იცვლება, ვიბრაცია იცვლება ადამიანს ვიზუალური, ენერგეტიკული ველი, იმიჯი იცვლება ადამიანის საერთოდ. და პარალელურად სხვა ადამიანები შემოდიან უკვე მის ცხოვრებაში. ადრე თუ ვერძული იმპულსის ტიპები მოდიოდნენ, სწრაფი, თუ დესციდენტი ვერსი არის, სწრაფი დრაივერი ადამიანები, ახალგაზრდების შედარებით ბიჭუშკა ტიპები არიან ქალების შემთხვევაში, კაცი რომ მოსდით და კაცების შემთხვევაში ეს არის აი ვერძული ქალები რა, აი ინიციატივიანი, აქტიური, ცოცხალი ძალიან, ლიდერული თვისებებით, ხო? და უცებ შეიცვალა დესციდენტი დაჯდა მაგალითად უკვე კუროში. აქ საერთოდ იცვლება ენერგეტიკა და საერთოდ სხვა კატეგორიის პარტნიორები მოდიან. და ეს არ არის მარტო სასიყვარულო პარტნიორები, ეს არის ის ხალხი რა კატეგორია ჩვენ ცხოვრებაში შემოდის. და აი აქ უნდა ვიცოდეთ, რომ დინამიურობა ხდება აქ ცხოვრებაში, ჩვენ არა ვართ სტატიკური, ხო? რომ აი თუ მყავს მაგალითად დესციდენტი ლომში, პარტნიორის მაჩვენებელი ლომის ზოდიაქოში, ეს იმას არის, რომ მთელი ცხოვრება მარტო ლომის ტიპაჟები მოვლენ. კი, შეიძლება ზოგადად ლომის ტიპაჟების მიმართ ინტერესი მქონდეს, მაგრამ იქ ისინი არის, აი დინებები და უკვე პროგრესიული, დირექციული დესციდენტის ცვლილება მაჩვენებს, რომ საერთოდ სხვა კატეგორია მოდის უკვე ჩემ ცხოვრებაში, ხო? სადღაც დაიხურა ძველი ციკლი და ეხლა ახალი ციკლი დაიწყო. როგორც ჩემი იმიჯი იცვლება, ჩემი ვიზუალი იცვლება, ამავე დროს იცვლება პარტნიორული ენერგიაც. აი ეგ არის აქ მნიშვნელოვანი ასციდენტი, დესციდენტი, ხო? პირველი, მეშვიდე სახლი, მე ჩვენ ენერგია, ეს პარტნიორობის, აი ეს ენერგია რო იცვლება დირექციებში, პროგრესიებშიც იცვლება ავტომატურად და ეგ თუ ემთხვევა ხო საერთოდ უკვე ორმაგად არის ხო, პროგრესიები კიდე ცოტა სხვა ვარიანტი არის. და რა არის ახლა აქ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შეგვიძლია წინასწარ ვნახოთ, აი მაგალითად ბავშვის რუკას უყურებ, წინასწარ შემიძლია ვნახო რა განვითარების ეტაპი აქვს. როგორ ან მთელი ცხოვრება ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ ხოლმე, რომ გაწერილი არის. ან თუ შევხედავთ ჩვენ პროგნოზირების რუკას, ან მნიშვნელოვანი მოვლენები რა ენერგეტიკაზე გადადის, ამ პერიოდში ლამაზდება ეს ადამიანი, ან ამ პერიოდში იწყებს მუშაობას, ამ პერიოდში ჩაჯდება სახლში სიტყვაზე, ხო? შეიძლება ახლა დესციდენტი თუ არის თევზებში, საერთოდ არავინ არ მოდის პარტნიორები მის ცხოვრებაში, ან საერთოდ იკეტება პარტნიორებისგან და ქალწული ეს არის, რომ აი შინაგანად პატარა კომპლექსები შეიძლება გამოვლინდეს, ის არ მომწონს, ეს არ მომწონს ვიზუალთან დაკავშირებით, და მე საერთოდ შეიცვალოს, ხო? აქ იმიჯი მაგალითად ადამიანის. ან თუნდაც კერჩხებში რო ავიღოთ, ასციდენტი იყო, დესციდენტი თხის რკაში და კი, ზოგადად ესე ავლენს ადამიანი ვიზუალურ მხარეს, მეშვიდე სახლი თხის რკა, აი ეს კატეგორია კაცების მომწონს ან ქალები მომწონს, მაგრამ უცებ დაჯდება მაგალითად ლომში უკვე, ხო, ასციდენტი, იმიტომ რომ ხა რაღაცა წლების შემდეგ უკვე იცვლება. და ნენელა თვითონ უკვე ადამიანს უნდება გამოხატოს თავისი თავი, თავისი ინდივიდუალიზმი, პარტნიორებში უკვე თავისუფლების ელემენტები სჭირდება მას, მაგალითად, რომ პარტნიორებს კონდეთ რაღაც მერწყულური იმპულსი, ან მუსიკოსები იყვნენ, ან თავისუფალი ტიპები იყვნენ, ან ისეთი არა ტრადიციული, ამ დროს თხის რკა როგორი ტრადიციულია, ხო? და ნენელა ხდება რა ცოტა მე კიდევ დამატებით სხვანაირი ადამიანები მომწონს. ან შემოდიან ჩემ ცხოვრებაში. ამავე დროს აი პარტნიორული ენერგეტიკის ესე სრული ცვლა განსაკუთრებით თავიდან როცა შედის უკვე დესციდენტი, ასციდენტი იცვლება. აი როგორც კი შეიცვლება, იმ წელს აი აბსოლუტურად სხვა კატეგორიის ადამიანები მოდიან ამ ადამიანის ცხოვრებაში, აბსოლუტურად იცვლის იმიჯს და თან იქ თუ პლანეტებიც არის მდებარეობა, ეს უკვე დამატებით მნიშვნელოვანი
მოვლენებს მოასწავლებს. ანუ პერიოდულად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, აი თუნდაც ჯერ მარტო ასციდენტი, დესციდენტი როგორ არის ესა დირექციულ და პროგრესიულ რუკაზე, მაგალითად, უკვე შეგვიძლია ვნახოთ რა ციკლური ცვლილებები მაქვს მე იმიჯში, გარეგნობაში, პარტნიორებში და რა ენერგეტიკული ცვლა ხდება. აი ძალიან კარგად შეგვიძლია ხოლმე ამ კომბინაციებით დავაკვირდეთ საიტებზე შეგიძლიათ ვნახოთ. შეგიძლია ხა მე როცა ვასწავლე ხოლმე ასტროლოგიას, კურსი მაქვს ასტროლოგიის, წინაზეც ტრენინგი გავაკეთე ტრანზიტებზე, ეს ყველაფერი გავიარეთ პირადი რუკებით, მონაწილეთა პირადი რუკებით და აი მანდაც იყო ეს მომენტები, რომ აი ამად ამ წელს ესა და ეს უნდა მომხდარიყო. მეც არ ვიცი ხა რა ხდება, ხო? რაღაც ტენდენციები ხა ეს არ არის მკითხაობა, ეს არის უბრალოდ ტენდენციები, რომ რაღაც აი ამ ჩარჩოში რაღაცა ჩანს. რო გავივლით მე რო ხედავთ ხოლმე, რომ აი ეს იყო და ნუ იქ ჩანდა მაგალითად პირადი ცხოვრება, ქორწინება, რაღაცები და კი მართლა ესე მოხდა. ანუ კონტექსტიც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ რომ რო არის მოსალოდნელი რაღაც, ხო? აი რაც უფრო უახლოვდებით იმ წელს ან იმ პერიოდს, სადაც ეს პროგნოზირების საშუალება მითითებებს გვაძლევს, უფრო ხვდებით როგორ შეიძლება ამან იმუშაოს. თორე იმ ხალა დიაპაზონი არის, ახლა ჩვენ არ ვიცით რა მასშტაბში იტრიას, აი როგორც გითხარით ახლა მარს რო უერთდებოდეს რამე, მე შეიძლება ვიფიქრო უცხოეთი, შეიძლება ემიგრაცია, შეიძლება განათლება, შეიძლება უნივერსიტეტში ჩავაბარო სადღაც. შეიძლება დიპლომი ავიღო სადღაც, მაგრამ მე თუ უკვე ვსწავლობ და აქ რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება, უკვე ხვდები, რომ ესე იგი დიპლომს ავიღებ სიტყვაზე და არ ვიფიქრებ ახლა რაღაც სხვაზე, ხო? ანუ კონტექსტი, რაც უფრო ახლოვდება პროგნოზირების პერიოდი, მით უფრო ხვდები კონტექსტში უკვე უფრო რას უნდა შეეხოს ეს. ამიტომ ძალიან რთული არის 10 წლის შემდეგ გავაკეთო პროგნოზირება, მაგრამ როცა უკვე 1 წელი არის დარჩენილი, 2 წელი უკვე კონტექსტს ხვდებით, რა შეიძლება აქ მოხდეს, ხო? აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. აი არის ახლა ჩემთანაც მაგალითად დირექციებში მნიშვნელოვანი წერტილები, ეს 1-2 წელიწადში, მეორე 3 წელიწადში, თან ვიყოლებით, უკვე ხვდები, რომ რაღაცა განვითარდება, რაღაცა მოვლენა. და წლების წინ რო უყურებდი ამ დირექციებში ამ ასპექტს, მე არ ვიცოდი, საერთო წარმოდგენა არ მქონდა, ახლა ვიცოდი, რომ ამ თემაში რაღაც ის გააქტიურდება, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რას უნდა შეეხოს. რაც უფრო უახლოვდები უკვე ხვდები. რას შეეხება ეს ყველაფერი, ხო? აი ესე არის დირექციები, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ზოგადი ცხოვრებისეული დინება და მიმდინარეობა დავინახოთ, ენერგეტიკის ცვლა, ვენერა შეგვეცვალა, ვიცვლებით, გემოვნება გვეცვლება, ადრეს ვთქვი ერთ-ერთ ვიდეოში, მარსი შეიცვალა, ჩვენი მოქმედების არეალი იცვლება, უკვე ჩვენი მოქმედება იცვლება, ხო? და ჯერ ზოგადად აი რო ინსტრუქციულად გითხრათ დირექციებში რას ვაქცევთ ყურადღებაში, უბრალოდ პლანეტებს შეხედეთ, სად არის შეცვლილი. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ უკვე დირექციული რუკა ნახოთ, ან თქვენ ნათალურ რუკას დაადოთ დირექციების რუკა, ხო? იქ თვითონ ავტომატურად აკეთებს საიტი ამას. როგორც კი თქვენ შეხედავთ, ხო, ახლა თუ ვერ ყვევით ასტროლოგიაში, მით უფრო მიხვდებით უკვე რა ტენდენციები შეიძლება გამოვლინდეს. და ხვდებით უკვე აი ზოდიაქოთი მზე ამან ნიშანში ყავთ, დირექციებში უკვე აქ არის. ეს უკვე ნიშნავს ენერგეტიკა შეიცვალა. მიაქციათ ყურადღება სახლებს. ასციდენტი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ის იცვლება, უკვე იცვლება ძალიან დიდი ენერგეტიკული ველი. პირდაპირ იმიჯი და გარეგნობა იცვლება ადამიანს და შესაბამისად პარტნიორებიც, სხვა ადამიანები მოდიან მის ცხოვრებაში. მეათე-მეოთხე სახლები ეს არის დაკავშირებული აი კარიერაში. მე თუ რაღაცნაირად ამ მიმართულებით მივდიოდი, დირექციებში თუ ნიშანი შეიცვალა, ზოდიაქოს ნიშანს გეუბნებით, იქ აღარ არის ლაპარაკი, რომ პლანეტა შევიდეს, ხო? ნიშანი რო იცვლება, აქ უკვე გასაგებია, ჩემ დამოკიდებულება, ჩემი სფერო შეიძლება შეიცვალოს, ჩემი დამოკიდებულება სტატუსის და კარიერის მიმართ შეიძლება შეიცვალოს, ხო? აი თუ იყო თხისქაში, ჩემს დაბადების რუკაში და მე მერწყულში გადამივიდა. მანამდე თუ იყო აი ზუსტად ვიცი რა მინდა, მყარად მივდივარ, გეზი მაქვს ესეთი აღებული, მე უკვე შეიძლება უცებ შემოვიტანო ჩემ კარიერულ სტატუსში ცოტა რაღაც თავისუფლების ელემენტები, სოციალური ქსელები შეიძლება შემოვიტანო თანამედროვე ტექნოლოგიების სიტყვაზე, ან თავისუფალ პროფესიებში გადავიტანო ჩემი სერიოზული დამოკიდებულება კარიერის მიმართ, ხო? ანუ ეს უკვე დინამიური პროცესი არის. ესე იგი ადამიანის რუკა, რო ვიბადებით, ეს არის აი ფაქტიურად უკვე მოცემული, აი ის ჩარჩო
რაშიც ვიტრიალებთ, მაგრამ შემდგომი განვითარება დირექციებში გვიჩვენებს ენერგიის ცვლა სხვადასხვა პლანეტის, სხვადასხვა ნიშნის. ეხლა როცა მეხუთე სახლი ვეწყება ამადამ ნიშნით და უცებ მერე შეიცვლის, მე ამ სახლის და სფეროს მიმართ დამოკიდებულება მეცვლება, იმიტომ რომ ენერგეტიკა მეცვლება. ჩემი რწმენა წარმოდგენები უკვე იცვლება. ხო, ბაზა არის, მაგრამ ელფერი უკვე განსხვავებული არის, ხო, მაგალითად. და ნუ აი ხა ზოგი მეუბნება ხოლმე, რომ საერთოდ შეიცვალე ვიზუალურად, საერთოდ სხვანაირი ხარ, იმიტომ რომ აციდენტი გადამივიდა მაგალითად სასწორში დაახლოებით 2 წლის წინ. და ამას ველოდებოდი მე, რომ სასწორში გადამივა, ვენერაზეც ის და თან ვენერა უკვე ძლიერ მდებარეობაში გადადის, იმიტომ რომ ქალწულში რო იყო მანამდე არ არის მისი თვის კარგი მდებარეობა და ჩემი ვენერა და აციდენტი ცოტა სხვანაირად გამოხატავს უკვე თავს, ხო, სასწორულად გამოხატავს თავს, ვიდრე მანამდე რო იყო. ამიტომ აი ეს ნუ ძალიან თვალხილული არის. წლების წინ რო უყურებდი ამას დაახლოებით ვიცოდი, თქვათ, რომ აი ესა და ეს შეიცვლება. მაგრამ იქ რომ მივდივართ, მე უფრო ხვდებით რა იცვლება. ეს არის აქ მნიშვნელოვანი. არის პროგრესიები ცოტა სხვა მეთოდოლოგია არის, აქ 1 გრადუსით არ იცვლება ყველა პლანეტა. ერთი დღე, უпростоრად 1 გრადუსის თემა არის აქ და იცით როგორი თემა არის, რომ პროგრესიებში უყურებთ ძირითადად ჩქარ პლანეტებს. დანარჩენი არ იცვლება, იმიტომ რომ ძალიან ნელად არის დანარჩენი პლანეტები. მაგალითად, მთვარე არის პირველი, რომელიც ყველაზე ჩქარად დადის პროგრესიებში. მთვარის მდებარეობა ნიშანში, ეს უკვე მიანიშნებს, რომ ჩემი შინაგანი განწყობა, შინაგანი იმუნიტეტი, შინაგანი ენერგია როგორ ლინდება. აი თუ არის პროგრესიული მთვარე გადადის მორიალში, უკვე ვიცი, რომ ემოციურად ცოტა რთული პერიოდი შეიძლება დაეწყოს ადამიანს. მაგრამ იმას კი არ ნიშნავს, რომ გარეთ შეიძლება რაღაც ცუდი ხდება. აი მისი შინაგანი აღქმადობა რაღაც სირთულებთან იქნება დაკავშირებული. შულდასანში რო გადადის, უკვე გაფართოება არის, ოპტიმიზმი შემოდის უკვე. და აი მანდ ასპექტები არის პროგრესიებში უკვე ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ უყურებთ იქ ვენერა, მერკურ, მარს და მზეს. შედარებით სხვა პლანეტებთან შედარებით უფრო ჩქარად დადის და მანდ პროგრესიებში თუ არის შეერთებები, ვენერასი მაგალითად ან მარსის, აი ესეთი პლანეტების, ეს უკვე მიანიშნებს ჯანმრთელობასაც რაღაც იქნება, ან გუნება განწყობა ზოგადად პროგრესიებთან გვაქვს ჩვენ ძალიან ისე დაკავშირებული ახლოს. ჯანმრთელობის საკითხებზეც უფრო მეტად პროგრესიებში ვნახულობთ. პროგრესიები არის უფრო განცდადი რუკა, შინაგანი ემოციური განცდადი რუკა, დირექციები ეს არის უკვე მოვლენები და ენერგეტიკა ზოგადად. ხო? დირექციებში მაინც ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები შეიძლება დავინახოთ. ესეთი მკვეთრი ამ წელს ესა და ეს იქნება. ეხლა პროგნოზირების საშუალებით ბერჯელ მაქვს ხოლმე სხვა შეეს ტრენინგები ამ პროგნოზირებაზე. ეხლა აღარ ვაპირებ ჯერ იმ ხალად რომ აქვს თვითონ ტრენინგს 4-5 საათი უზივარ ხოლმე და მთელი რუკებით თერაპიებს გავდივართ ცალკე. ანუ იმდენად დიდ ენერგიას ვდებ, წინაზე მაგალითად ლექცია მქონდა სახლების სისტემაზე 6 საათი ვიჯექი და მთელი სლაიდებით ყველაფერი დავაღეჭინე, რასაც ქვია სახლების სისტემა. თან ძალიან იაფი დავადე ფასი იმისთვის, რომ მინდოდა რომ მაქსიმალურად ყველას შეძლებოდა მოსვლა. და ნუ ეს იყო 6 საათი უკვე მე სხვა რაღაცებისთვის თავი აღარ მაქვს ხოლმე და ნუ აი ძალიან იშვიათად ვაკეთებ უკვე ამ ტრენინგებს. იმდენად დიდი რესურსი მეაქვს, იმიტომ რომ სანახევროდ არ გამოდის, თუ კარგად არ ახსენი, ისე არ გამოდის, მაგრამ როცა ვაკეთებდი ხოლმე აი ამ ტრანზიტებზეც ტრენინგებს, ხო, მანდაც გავდიოდით, რომ აი თქვა ამ წელს აქ ადამიანს მოსალოდნელი ეს და ეს მოვლენა. აი როგორ მოხდება მე რომ ვამწევთ მაგას ტრანზიტებში. ტრანზიტები არის რეალური მოვლენები. რეალური პლანეტარული ენერგია. თუ ტრანზიტებშიც უკვე მნიშვნელოვანი ხდება, ესე იგი ეს წელი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ადამიანს. ახლა წინაზე მქონდა ერთთან გარჩევა, ნახეთ რომ რაღაც რამოდენიმე 1-2 წელი რთული იქნება 30 წლის შუალედში და შეგვიძლია დავგეგმოთ, რომ დაახლოებით ვნახოთ რა სფეროებს შეეხება ეს, თუ კარიერაა ჩართული და სამსახური უკვე გასაგები არის, რომ აქ წინ რამდენიმე წელი გვაქვს, მოდი ან ფინანსების დაგროვება დაიწყე, ან სამსახურის თემაზე პროფესიულად კიდე დაამატე, განათლება სიტყვაზე რომ უფრო გამართულად იყო, ანუ ჩვენ უკვე ვიცით რომ რაღაც კრიზისი მოდის. ამ კრიზისისთვის რაც უფრო წინასწარ ვიქნებით მზად, მით უფრო უკეთესი. ეს არის მნიშვნელოვანი, ხო? ამიტომ აი ესეთი დირექციების და პროგრესიები გვეხმარება თავის ტრანზიტებით, ეს რაღაცების დაგეგმისთვის და შეხედვისთვის.
ამავე დროს შეიძლება ეხებოდეს პირად ცხოვრებას სიტყვაზე და რომელცა მოდის ის წელი მაგალითად, ხო? ან არის სატურნის პერიოდი, ეს უკვე ტრანზიტული შემთხვევა არის, ან ცოტა დირექციებში სატურნი მოდის რაღაცა მნიშვნელოვან პლანეტასთან, ხო? აქაც უკვე გასაგებია, რომ რაღაცა იქნება. ხო, მე ვამოწმებთ ამას როგორც პროგრესიებში, ესე ტრანზიტებში. და თუ იქაც იგივე ჩანს, ეს უკვე ვიცით, რომ ეს არის, ნუ აი ემოციურადაც, რეალურადაც, აი ყველა დონეზე ჩართული იქნება. შეიძლება ძალიან პოზიტიური რამ ჩანდეს მანდ, რომ აი ნახა არის, აი ახლა რომ კარგ იმაზე ვჯდები. ესე რომ ამბობენ ხოლმე პოზიტიურ ტალღაზე რომ ვჯდებით, ესეც არის რუკაში. რამოდენიმე ასპექტი, როცა ვიცი რომ აი ეს ასპექტი ამ წელს მოდის, მომავალ წელს მეორე კარგი ასპექტი მოდის. გარდამავალ პერიოდში უკვე ხედავთ რომ რაღაც სერიოზულად ქრონოლოგიური პოზიტივი იწყება ამ ადამიანის ცხოვრებაში, ხო? მაგასაც ვეუბნები ხოლმე რომ ახლა მოემზადე რაღაცა ძალიან კარგი იწყება შენ ცხოვრებაში, ასაფრენ ბილიკზე დგები. და მაგისთვისაც უნდა მოემზადო და ზოგჯერ აი ამ კარგი პერიოდის წინ ყოველთვის რაღაცა რთული გვაქვს, ჩავარდნები გვაქვს ხოლმე და ესეც მნიშვნელოვანი არის, რომ ამასაც შევხვდეთ, რომ შემდგომ იწყება ბევრად კარგი პერიოდი და აქ თუ რაღაც ჩავარდნები გაქვს, იცოდე რომ ეს მოსამზადებელი არის, ხო, იმ ყველაფრისთვის სიტყვაზე. თუმცა არ არის ხოლმე აუცილებელი, რომ მაინც აფრენამდე ჩამოვარდნა გქონდეს, შეიძლება დავფრინდეთ უბრალოდ და არ გადავიჩეხოთ. ეხლა როდესაც არის ხოლმე სატურნის პერიოდები და ხშირად მოდიან ჩემთან ტრანზიტული, რთული პერიოდი სატურნის, იქნება ეს კვადრატურა ოპოზიცია, იქნება ეს დაბრუნება სატურნის, ხო? ზოგჯერ შეიძლება ესე კარგად გაიაროს ადამიანმა, ოღონდ მნიშვნელოვანი არის რომ მიხდეს რას უმზადებს ეს სატურნი, რისთვის არის ეს ჩართული. დირექციებში და პროგრესიებში სატურნის მდებარეობას ასე ვუყურებთ, ეს ფონად მაინც ჩანს. პროგრესიებში ხო საერთოდ პირდაპირ ემოციურ დონეზე ჩანს თუ სატურნის შეერთებები გვაქვს. თუ ნეპტუნი არის აქტიური აქ პროგრესიები დირექციებში, გასაგებია რომ ადამიანის კურსი არა აქ, ანუ არ ვიცი, წავიდე, აი დინებას მივყვები რაღაცნაირად. და მაგასაც ხედავთ ხოლმე, როდის დასრულდება ეს პერიოდი, აქედან აქამდე სიტყვაზე. აი ხა მე რასაც ვიდეოებს ვდებ პლანეტებზე ზოგადი ხო ვის უსმენთ ახლა ამ ზოგად ანალიზს, აი თქვენ შეგეძლიათ ეს პროგრესიებზე და დირექციებზეც მიუსადაგოთ. აი ეს პერიოდები, როცა გულისხმობ ხოლმე, თქვენი ენერგეტიკა რა კუთხით იცვლება მაგალითად, რა ასპექტს ქმნის. მარტო ეს არ არის რომ ნიშნიდან ნიშანში გადადის. ეხლა პროგრესიებს, დირექციებს ჭირდება ზუსტი დრო. აი ეგ არის რომ როცა მაგალითად ვამბობთ ხოლმე რომ ასტროლოგთან მინდა ზუსტი დრო და მე რომ ვამბობ რომ არ ჭირდება ასტროფსიქოლოგიას ახლა წუთი-წუთზე დრო, შეუძლია რაღაც დიაპაზონიც აიღოს, ან უბრალოდ დროის გარეშეც კეთდება მშვენივრად იმდენი ინფორმაცია ახლა ასტროფსიქოლოგიისთვის, რისთვის გჭირდება ზუსტი დრო, ტრანზიტებისთვის, გამოცვლა ვისაც უნდა რაღაცა მოვლენისთვის მაგალითად, ხო? და თუ არ არის ეს მოვლენა საჭირო, ეხლა არ მჭირდება მე ტრანზიტების რუკის გაკეთება, ოკეი არის, მაგრამ ზოგადად დირექციები რო გაკეთდეს, ერთი დაახლოებით 4 წუთი ცვლილება ერთ წელიწადს, ანუ 4 წუთის განმავლობაში რო არ ვიცი ზუსტად როდის დავიბადე, შეიძლება 1 წლის ცვლილება მოგცეს. ანუ ამ წელს კი არ მოხდეს რაღაცა, მომავალ წელს მოხდეს და მე კიდე ამ წელს მეკონოს, ხო, მთელ წელს ცვლის. მაგრამ ზოგად დროში არ იცვლება პლანეტები, მაინც როგორც ნიშნებში ისე. აი ის რაც გითხარით თავიდან მზე, როცა მთელ ენერგიას ცვლის თავისას, მერკური, რომელიც ენერგეტიკულად იცვლება მთლიანად, ეს არ არის საათზე დამოკიდებული. ეს ისეც შეგიძლიათ მიახლოებითი დრო მიუთითოთ და უბრალოდ პლანეტების გრადუსები დაითვალოთ. ნუ დათვლა არ გჭირდებათ, გვერდზეველი არის, სადაც წერია რომ აი დირექციული პლანეტები ახლა აქ არის, ნათალური პლანეტები იქ და გრადუს შეგიძლიათ უბრალოდ შეხედოთ, ხო? შეერთება არის თუ რა ხდება. ეხლა დირექციებში არაფერი ერთმანეთს არ კვეთს, რაც იყო ნათალურში, ის უბრალოდ აი ესე ნენელად დადის. თითო გრადუსით, თითო წელზე. პროგრესიებში ეგრე არ არის. პროგრესიებში უკვე სხვა მეთოდია. შეიძლება გადაედოს პროგრესიებში ერთ პლანეტას გადაუაროს მეორე პლანეტამ, რომელიც ნათალურში არ იყო. აი ესეთ რაღაცებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და მნიშვნელოვანი არის უკვე როგორც მოვლენა, უკვე აჩვენებს, რომ რაღაც მოვლენა იქნება, რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. მნიშვნელოვანი არის პროგრესიებშიც და დირექციებშიც, როცა მთვარე მზის შეერთება ხდება. ეხლა დირექციებში მთვარე შეიძლება შეუერთდეს ნათალურ მზეს, ანუ აქ უკვე ნათალურ რუკას და დირექციების რუკას ერთმანეთს ვადებთ და შეიძლება გადაკვეთოს დირექციულმა პლანეტამ ჩემი პირადი პლანეტები და ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის აქ.
თუ მაგალითად დირექციული მთვარე უერთდება ჩემს პროვესა ნათალურ მზეს, აქ ახალ მთვარეობასავით ვიღებთ ხოლმე და შეიძლება იყოს ამ წლის ციკლი, ახალი ციკლი იწყება სადღაც, ხო? აი ზოგადად ახალ ციკლს აძლევს ხოლმე, როცა ესეთი შეერთება არის, მაგრამ როცა პროგრესიებში არის მზე-მთვარის შეერთება, ეს უკვე არის როგორც ახალი 27 წლიანი ციკლის დასაწყისი. საერთოდ იცვლება, ანუ რაღაც თავი იხურება, ეს არის ახალმთვარეობა პროგრესიულ რუკაში, ახალი თავი იწყება, ძველი იხურება. როგორც წესი, ეს არის ახალმთვარეობის ენერგია ეგ არის, ხო? რაღაცა მთელი წინა თვის 30 დღის თავი დაიხურა და ახალი ენერგიით იწყება, ხო თვე? აი ზუსტად ეგ ხდება პროგრესიულ რუკაში, ოღონდ ნათალური რუკიდან გამომდინარეც თუ არის მაგალითად დირექციული ნათალურთან, მაგრამ პროგრესიებში ეგ ისედაც შეიძლება როგორც ნათალურთან იყოს შეერთება, ისე თვითონ პროგრესიული მზე-მთვარის შეერთება მოხდეს და ახალი ციკლი იწყებოდეს. იმიტომ რომ რადგანაც ძალიან ნელა დადის პროგრესიებში მზე და სწრაფად დადის მთვარე, უფრო არის დაკავშირებული ხოლმე ეს ციკლი სადღაც, ანუ უფრო უერთდება აი ამ მზეს, მაგალითად ციკლურად. ახლა დირექციებში თუ შეუერთდება მთვარე მზეს, ეს უკვე შემდეგ აღარ განმეორდება, ხო? ეს ერთჯერადი ციკლი არის, მაგრამ პროგრესიებში ეს ციკლი მეორდება ხოლმე. და ეს არის 27-30 წლიანი ახალი ციკლი საერთოდ. ასე რომ ახალ მთვარეობას, ანუ მზე-მთვარის შეერთებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე პროგრესიების რუკაზე. ეს უკვე ნიშნავს, რომ საერთოდ ახალ ცხოვრებას იწყებს ადამიანი, ახალი ენერგია იწყება და რაღაცა ინერციაც უნდა ხოლმე რაღაც დროს ეს ჩაიხურება და 1 წლის განმავლობაში იწყება უკვე იმ სიახლეების შემოტანა, იმიტომ რომ ეს ცოტა ნელა ძრავს ხოლმე ყველაფერს. ეხლა გვაქვს პროგნოზირების საშუალებაში ასევე სოლარის რუკა, წლის რუკას ვამბობთ. წლის რუკა ეს ნიშნავს მაგალითად მე თუ დავიბადე ამ და ამ დღეს სოლარის რუკაზე ზუსტად იმ დღის ტრანზიტს ვადებ ჩემს რუკას და ხედავ ასციდენტის ადგება, ხო ჩვენ ვერ ვაკეთებთ მაგას, ამასაც ესე შეგიძლიათ საიტებზე ნახოთ, პროგრამაში შეიყვანოთ სოლარის რუკა და იქ შეიყვანოთ მონაცემები და თვითონ დაგიდებ. ჯერ ცალკე უყურებთ სოლარის, მერე ვადებთ ამას ნათალურ რუკაზე და ვხედავთ უკვე პლუს აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით წლის ტენდენციები რა მელის. ეს არის უკვე ამ წლის ენერგეტიკა. ეხლა გვახსოვს რომ აი წინა წელი ესეთი იყო, იმის წინა წელი ესეთი იყო. აი ამ წლის ენერგეტიკა ჩემი დაბადების დღიდან მომავალ წლის ჩემ დაბადების დღემდე გამოითვლება ხოლმე სოლარის რუკა. და ამას კიდევ პლუს ვითვალისწინებთ. ეს ენერგეტიკა უკვე მოყვება. ოღონდ თუ სოლარის რუკაშიც მერვე სახლი აქტიური, ტრანზიტებშიც მერვე სახლი აქტიური და ეს ხდება ხოლმე ტრანზიტები და ის ერთად, იმიტომ რომ ზოგადად სოლარი არის ტრანზიტული რუკა ჩემ ნათალურ რუკაზე. მაგრამ თუ უშუალოდ ორივე ესე ემთხვევა და ის კი არ არის რომ აი ახლა მერვე სახლში რაღაც ურანი მყავდა და მე მალე გადავიდა მე-9 სახლში და ნათალურში ტრანზიტებში ეგრე დამიჯდა უკვე მე-9 სახლში, არა, აი როცა ორივე მართლა მერვე სახლში ხდება, ეს წელი უკვე სადღაც მერვე სახლური იქნება, ხო? სადღაც კრიზისული, ან სადღაც მოულოდნელი ფული შეიძლება იყოს, ან სადღაც გამოწვევებით სავსე წელი იყოს, ხო? და აი ამასაც უყურებთ უკვე როგორც წლის რუკა. და აქაც შეგვიძლია პროგნოზირება შევძლოთ. ოღონდ მე ხა არ მუშაობ ხოლმე გულახდილად რო გითხრათ პროგნოზირებაზე. პირველი ერთი მაგალითი რომ არ არის აუცილებელი თუ რამე არასასიამოვნოს ხედავთ, ეს თქვათ, იმიტომ რომ ჯერ ეს ბოლომდე არ ვიცით ჩვენ მართლა არასასიამოვნო იქნება თუ საერთოდ სხვა ენერგეტიკაზე იქნება ლაპარაკი, იმიტომ რომ ზოგთან შეიძლება ძალიან ცუდად გათამაშდეს. მაგრამ ზოგთან შეიძლება ენერგეტიკულ სულიერ დონეზე იყოს მავნებელი, მაგრამ მისთვის ეს ძალიან ესეთ კარიერულად წარმატების მანიშნებელი იყოს, ხო? ოღონდ იქ რუკა აჩვენებდეს, რომ ეს მისი სულისთვის რაღაც პრობლემა შეიძლება იყოს. ან გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდი შეიძლება იყოს. ანუ რაღაცა ტენდენციებს ჩვენ ხედავთ, მაგრამ ბოლომდე არ ვიცით ხოლმე. იქ რა ხდება. ამიტომ სულიერად ადამიანს არის დამოკიდებული სულიერად როგორი არის თვითონ პირი. შემდგომ არ უყვართ მაინც ახლა რომ რაღაც ისეთ მნიშვნელოვანს ვეუბნებით, უფრო მნიშვნელოვანი არის ხოლმე რომ ჯერ თავის რუკაში გაერკვეს ადამიანი, თავის ენერგეტიკაში, თავისი მუშაობა დაიწყოს და მერე დაიწყოს უკვე პროგნოზირებაზე. ახლა მე ჩემთან მოდიან მე-3, მე-4 შეხვედრაზე რომ მოდიან, აი მერე გავდივართ უკვე დეტალურად ხოლმე პროგრესიები, დირექციები და ასე შემდეგ და თერაპიულადაც გავდივართ ამ ყველაფერს, ხო? ვისაც უბრალოდ აინტერესებს რა ელის, იმათთვის მე პირადად არ მუშაობ, იმიტომ რომ ჯერ ეს არ არის ზუსტი, არ ვიცით.
ენერგიებს ხედავთ, მაგრამ ეს რისთვის გჭირდება ეს რომ გავიგოთ, იმისთვის რომ მე მივხვდე უკვე რომ ეხლა ეს ენერგიებია შემოსული ამ სამყაროში და მოდი ეხლა მე ამ ენერგიებს სწორად დავიჭერ. ანუ ისევ თერაპიულად გჭირდება ამის ცოდნა, თორე ის რომ აი ეხლა მე აქ ამ ფარტს გავყიდი და ამ წელს და იმ წელს კარგად დავეჯახდები, ეხლა ესეთ სისულელებზე მე მეზარება მუშაობ, მართალი რომ გითხრათ, არ არის ეხლა იდეაში სისულელე, მაგრამ აი ამის გამო გამოყენება ასტროლოგიის, რომ ვიღაცა უბრალოდ წყნარად იყოს, არ ნერვიულიც რომ გაიყიდება ეს ფარტი, ხა ამაზე მე მოკლედ ჩიც არ ვისვრით ხოლმე იმას ქვემეხს. ეგეთი რაღაცა არის. მაგრამ თუ ფსიქოლოგიურად საკუთარ თავზე მუშაობა გვინდა, ტრანზიტოლოგია ძალიან გვეხმარება. აი ეხლა ამ მომენტში ცის ფრაგმენტში აი ხა სად ვიმყოფები? ჩემი სულიერი ენერგეტიკული და გარემოცული მდგომარეობით, ხო? გარემოშიც რა ხდება? ამის მიხედვით ხვდებით ხოლმე უკვე ჩვენ, აი ხა თუნდაც ტრანზიტული, აი ხა არის ცაზე მთელი სტელიუმი ვერძის ზოდიაქოში, ხო? უამრავი, ბევრი პლანეტა არის ვერძის ზოდიაქოში. თან შეერთებები ხდება. სატურნი მიდის ახლა სატურნთან მიდის მარსი მაგალითად და შეუერთდება მალე, ხო? რა შეგვიძლია ამითი გავიგოთ, გავხსნათ რუკა და ჩვენს პირად რუკაში რომელ სახლში არის ვერძის ზოდიაქოს საწყისი გრადუსები, სადაც ეს შეერთება ხდება. ესე იგი, იმ სახლის ზონაში ძალიან აჩქარებული არის პროცესები, ოღონდ თან იქვე სატურნი დგას, ხო? და თან შეიძლება სერიოზული მოხრუჭებიც იყოს. ანუ მან ამ სახლთან უნდა ვიყოთ ფრთხილად, რაღაცა არ გადავაჭარბოთ, რაღაც არ გამოგვეპაროს, სიჩქარეში და ფაციფუჩში, ესეც არის ხოლმე და ტრანზიტულად ხედავთ, ანუ რაღაცები თუ ხდება ცაზე, უყურებ რომელ სახლში გამთის. აქედან სახლი რა არის, სფეროა პირდაპირ, ხო? ახლა როცა მეორე სახლზე ლაპარაკობთ, აი ამ სახლებზე მქონდა ტრენინგი ძალიან 6 საათიანი, ზუსტად მე რომ წერენ ხოლმე სულ რომ ვერ რკვევიო სახლებშიო და მე ტრენინგზე არ უნდათ მოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ხა ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს, 800 ვიდეო მაქვს ჩაწერილი და ხა ბოლო ასტროლოგიას ისწავლის ყველა ვიდეოს რო ჩაუჯდეს ადამიანი, მაგრამ აი ამ სახლებზე როცა ლაპარაკობთ, მეორე სახლი არის აი პირდაპირ ფული მაგალითად. ხო, აი რესურსები. თუ მან ხდება მთელი ეს სტელიუმი, აქ უკვე ნიშნავს, რომ აი ფინანსებთან დაფრთხილად ვიყო უკვე, შეიძლება უცებ დავხარჯო რაღაცეები და არ გავთვალო, ხო? ანუ ეს ღერძი, ფინანსების ღერძი მაფრთხილებს, რომ აი ეს ტრანზიტი აქ არის სისწრაფის და რისკის, ფინანსური რისკის მოთხოვნილება, მაგრამ სატურნი გვეუბნება, რომ სადღაც არ დაკარგო ფული. ან სადღაც არ დაკარგო ენერგია უბრალოდ, ხო? ფული ენერგია არის, ანუ შიდა ენერგია შეიძლება აქ დაიკარგოს, სადღაც ჩავდოთ იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა. შეიძლება ვიღაცას ადამიანთან ვუთხრა, ვარიგო, ხო, ყელის ჩაკრა არის მეორე სახლი ასევე ჩვენთან და გამოვხატო მთელი ჩემი ემოციები და იქიდან საერთოდ ვერ დამინახო, ხო? ანუ მანდაც უყურებთ, ვისა როგორ შეიძლება იმუშაოს. და აქედან ვაკოცეწებთ ხოლმე მე მეგობრებო ჩვენს მდგომარეობას, ეხლა ამჟამად სად გავარ, სად მივდივარ? აი ეგ არის ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ პროგნოზები ხარშეს დეიჩემს ქონდა წლების წინ ინფარქტი და ოპერაციის შემდგომ საკმაოდ რთულად წავედი და რეაბილიტაცია, ანუ ვერ დგებოდა, ცუდად ხდებოდა და სატურნის მძიმე პერიოდი ქონდა და თხარი რა ცოტა არ გაიკეთო მეთქი მეორე ოპერაცია, ხა ცოტა ხანი აცალე მეთქი. აი ზუსტად ეხლა მალე გიმთავრდება ეს პერიოდი და მე კარგად გახდები მეთქი, აი უცებ დადგები ფეხზე თქო და მართლა ეგრე მოხდა სხვათა შორის და მთელი იქ ბევრი ასპექტები რუკაში ზუსტად ამას მე ნიშნებდა და აქ უკვე სამედიცინო ასტროლოგიაშიც გავდივართ, აქ შეგვიძლია უკვე ანუ რაღაცა სატურნული ეს ბლოკი შინაგანად რომ მოიხსნა, წამოვიდა უკვე გამოჯანმრთელება, ხო, ზოგადად ტრანზიტებზე ეგეთ რაღაცებიც ჩანს ხოლმე. მაგრამ მაინც არ ვამბობ ხოლმე რაღაცა არ მიყვარს მე ესე ზედმეტად ჩაჩხირვა, აი თუ არის რაღაცა პრობლემა მოდი უფრო გავარკვევთ ფსიქოლოგიურად და არა როდის დასრულდება, ან როდის დაიწყება, ხო? ანუ ეს აზრი არ აქვს, უბრალოდ არაფრის მომცემ ინფორმაცია არ არის. მნიშვნელოვანია მუშაობა ამ ყველაფერზე. თუმცა ზოგჯერ ისიც არის შვება, რომ ვიცით, რომ აი ამ პერიოდში ეს უკვე თლიანად მოიხსნება. ესეც მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ რატო ხდება ეს ყველაფერი, ხო? და მე ნენელა რომ მიდის უკვე ეს პროცესი ჩვენგან, მაგრამ რატო არის ეს მოსული? აი მანდ უკვე თერაპია არის საჭირო, რომ თვითრეფლექსიაში გამოვიყენოთ, ხო? მოკლედ დააკვირდით პროგრესიები დირექციები, ძალიან მნიშვნელოვანია, დააკვირდით გრადუსებზე, სად შეიცვალა ვენერა, სად შეიცვალა მთვარე, სად შეიცვალა ენერგეტიკის ცვლილება ხდება, ასცენდენტი დესცენდენტი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის. შეხედეთ, ან როდის იცვლება, რა ენერგიებში ხართ, ძალიან გამოგადგებათ ეს ინფორმაციები, მე ესე ვფიქრობ და წარმატებას გისურვებთ, მეგობრებო.